მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი. მე ვარ ნინო ჩიფჩიური. დღეს უნდა ვისაუბროთ ევროკავშირის მხარდაჭერაზე და იმ მიზანმიმართულ პროპაგანდაზე, რასაც deep state-ის და ასე შემდეგ სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებენ, იმისთვის რომ თქვენ არ იცოდეთ სიმართლე, არ იცოდეთ იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ევროკავშირი წლების განმავლობაში საქართველოში ახორციელებდა, თუმცა ეს მხარდაჭერა საქართველოში არსებულ პროპაგანდისტულ ჯგუფებს თქვენამდე არ მოაქვთ ან მოაქვთ დამახინჯებულად. ყველა ის სიკეთე და მხარდაჭერა, რაც ევროკავშირისგან მოდიოდა საქართველოში, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის უცნობია და მათ გონიათ, რომ ეს ყველაფერი მათმა არჩეულმა ხელისუფლებამ გაუკეთა. რატომ არ მოაქვთ თქვენამდე ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების შედეგები, ის სიკეთეები, რასაც საქართველოს წლების განმავლობაში იღებს, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით და იმ მიზანმიმართული პროპაგანდის შესახებ ფაქტების მხილებით გვინდა საუბარი დავიწყოთ ჩვენ სტუმართან, ევროპული კვლევითი ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გვერდება. ბატონო კახა, მოგესალმებით, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოგესალმებით პირველ რიგში. გვინდა თქვენი შეფასება მოვიცმინოთ. როგორ ფიქრობთ დღევანდელ რეალობაში განვითარებული პროცესების ფონზე დღეს სად ვართ როგორც ქვეყანა, საქართველოს სად არის, რა ვითარებაში ვიმყოფებით და რა გამოწვევები არის უპირველესად დღეს აი ევროინტეგრაციისა და ახალი მსოფლიო მოწყობის პროცესების ფონზე? რაც შეეხება სად ვართ ჩვენ ევროპული ინტეგრაციის პროცესში და რა პერსპექტივები დაგვრჩა, ამაზე შეიძლება ვისაუბროთ საკმაოდ დეტალურად. მე მგონია ყველას კარგად მოიხსენება, რომ ჩვენ ვართ კანდიდატი სახელმწიფო და თავისთავად ევროკავშირის გაფართოების პროცესში ვართ ჩართული, ასე რომ ოფიციალურად. ევროკავშირის ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ეხება გაფართოებას, პოლიტიკური ინსტრუმენტები იქნება თუ ეკონომიკური ან ფინანსური ინსტრუმენტები, ყველა გვეხება ჩვენ, რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ იმის გამო, რომ გაყინულია ეს სტატუსი და პრაქტიკული, ესე ვთქვათ, გამოყენება არ ხდება ამ შესაძლებლობის, ესე იგი, ჩვენ ვერ ვიღებთ ვერანაირ დახმარებას. ევროკავშირი თავისთავად მაინც ახორციელებს დაკვირვებას საქართველოზე, აფასებს მის პროგრესს. ჩვენ ვიცით, რომ შემოდგომაზე იყო გაკეთებული ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც ძალიან დეტალურად იყო განხილული, რაში გვაქვს ჩამორჩენა, რაში ასე თუ ისე ჩვენ მივიწერდით წინ ამ დროის განმავლობაში და რაც თავარია პერსპექტივა იმისა, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები, სწორედ რეალიზაცია კანდიდატის სტატუსის რაც არის, ეს არის მოლაპარაკებები და შემდგომ გაწევრიანება ხო ევროკავშირში. ამის პერსპექტივა ამ მომენტისთვის არის ძალიან ბუნდოვანი. რატოა ბუნდოვანი? იმიტომ რომ ბუნდოვანია საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ევროკავშირის მხრიდან ყველაფერი გარკვეულია. მათ მხრიდან არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნები, შეიძლება ეს მოთხოვნები შევაჯამოთ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები, მაგრამ ალბათ მთავარი არის სწორედ იმ ანგარიშის შედეგად გამოტანილი შემდეგ რეკომენდაციები, ნაბიჯები, რომელიც საქართველოს უნდა გადადგას და ჩვენ ევროკავშირის მხრიდან არის ძალიან კაფეო. საქართველოს უნდა პროგრესი, მაშინ უნდა გადადგას შედეგი ნაბიჯები. შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია დამტკიცდა, სადაც საქართველოც არის მოხსენიებული. აი ამ პროცესების ფონზე როგორ გესახებათ, რას გეუბნებათ თქვენ აი ეს ევროკავშირის მხრიდან და რამდენად ადეკვატურია, ვთქვათ, ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან ამ ყოველფრის აღქმა. რა იქნება აი ეს, რა სიგნალია ევროკავშირის მხრიდან და რა ბერკეტები რჩება, ვთქვათ, საპასუხოდ, რა რეალობაში უწევს ახლა პასუხების გაცემა და რეაქცია ქართულ ოცნებას. ეს შავი ზღვის სტრატეგია, რა თქმა უნდა, არის არა რაღაც ცალკე განსახილველი თემა, და რაღაც ცალკე თემა აბსოლუტურად, რომელიც არავითარ ნიადაგზე ვთქვათ აღმოცენდა არ არსებულ რაღაც ვითარებაში. არამედ ეს არის ნაწილი ევროკავშირის დიდი ხისწელობისა, რომ მთელ მსოფლიოში ხელი შეუწყოს სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას და ეკონომიკური, ესე ვთქვათ, წვდომადობის განვითარებას ევროკავშირისთვის, მისი ბიზნესებისთვის, მისი ეკონომიკური აგენტებისთვის, ხო? შეიძლება ითქვას ეს საერთო ერთი სიტყვით connectivity, ეგრეთ წოდებული, რაც არის დაკავშირება მოახდინოს და შავი ზღვის რეგიონი ამ კონტექსტში
არის ძალიან სპეციფიკური რეგიონი და ამიტომ დაზუსტა ევროკავშირის შეხედულებები აი ამ რეგიონთან მიმართებაში. ისე მთლიანობაში კარგად არის ნახსენები, რომ ეს სტრატეგია, სწორედ სტრატეგიაში კარგად არის ეს მინიშნება, რომ ეს სტრატეგია გამოიყენებს პირველ რიგში სწორედ ეგრეთ წოდებული Global Gate-ის ინიციატივის, ანუ გლობალური კარიბჭე, ეგრეთ წოდებული კარიბჭის ინიციატივის ინსტრუმენტებს და შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად გამოყენებული იქნება ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტების შესაძლებლობები ამ სტრატეგიის რეალიზაციისთვის და მაგრამ აქ ხაზი გასმულია ამასთან მიმართებაში, რომ შავ ზღვას პირველ რიგში ევროკავშირი აი ეკონომიკური კონტექსტში სულ სხვა არის თქვა საქართველოსთან ურთიერთობა როგორც კანდიდატ სახელმწიფოსთან ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არ მოიცავს მხოლოდ ეკონომიკურ ინტერესს ეს არის პოლიტიკური ინტერესი და ევროკავშირის ღირებულებითი ექსპანსია რომელშიც ექცევიან ის სახელმწიფოები რომლებიც იგივე ღირებულებებს იზიარებენ და ეს შეიძლება ითქვას რომ ცალკე საკითხია კიდე მაგრამ რაც შეეხება შავ ზღვასთან მიმართებაში ეს არის გეოპოლიტიკური რა თქმა უნდა ხედვა და ეს არის ეკონომიკური პოლიტიკა ევროკავშირის და მათ შორის ეს პოლიტიკა მოიცავს შუა აზიასთან წვდომას აი ამ რეგიონის გავლით. ეხლა ამ რეგიონის გავლით შუა აზიასთან წვდომა აუცილებლად ჩათვალეს ევროკავშირში, რომ ესე მარტივად ამ დერეფნის განვითარება, ვთქვათ, ევროპა შუა აზიის დერეფნის განვითარება არ მოხდება თუ შავ ზღვასთან მიმართებით კომპლექსი პრობლემებისა არ იქნება გადაწყვეტილი და მათ შორის პირველ რიგში უსაფრთხოება, ეს არის მედეგობა ქვეყნების პოლიტიკური თანამშრომლობის, ესე ვთქვათ, განვითარება ამ რეგიონის შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის და ევროკავშირსა და ამ ქვეყნებს შორის და ერთიანი, ვთქვათ, ხედვების შემუშავება სტრატეგიების შეთანხმება ამ ქვეყნებთან. ანუ შავი ზღვის რეგიონში უნდა მოხდეს რაღაც სერიოზული, ესე ვთქვათ, გადალაგება და დალაგება ურთიერთობების იმისთვის, რომ ევროკავშირმა ჩათვალოს, რომ დაიწყო ეთქვა სერიოზულად შუა აზიისკენ თავისი პროგრამის განვითარება. აქ, რა თქმა უნდა, საქართველოს ენიჭება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოსა და ევროკავშირის შორის არის აი ესეთი ცუდი ურთიერთობა და ვითარება, ამისი დალაგების შეიძლება ერთ-ერთი, ვთქვათ, სტიმული ასევე იყოს ეს შავი ზღვის სტრატეგიის რეალიზაცია, რომელიც ვერ მოხდება საქართველოს გარეშე პრაქტიკულად. თუმცა არის კიდევ ერთი ქვეყანა, ეს არის სომხეთი, რომელსაც პოტენციურად აქვს შესაძლებლობა ჩაანაცვლოს საქართველო, თუმცა საქართველოს პორტებს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ შეუძლია თურქეთ, სომხეთ, აზერბაიჯანის დერეფანი, მაგრამ ეს იქნება წმინდად, რა თქმა უნდა, სახმელეთო მხოლოდ დერეფანი, ანუ შეიძლება ეს მომავალში ეს ალტერნატივა რაღაცნაირად ასევე იყოს განხილული, მაგრამ დღესდღეობით ევროკავშირისთვის ყველაზე მომგებიანი და ყველაზე ესე ვთქვათ უკვე არსებული ალტერნატივა არის სწორედ საქართველოზე გავლით აი დერეფნის ხელშეწყობა. აი აქ უკვე აქ არ არის საკითხი მარტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, აქ არ არის საკითხი მარტო ეკონომიკური პროექტების რეალიზაციაზე ამ დერეფანში და შესაბამისი პირობების შექმნაზე იმისთვის, რომ ევროკავშირმა ადვილად ივაჭროს სამხრეთ კავკასიასთან და ივაჭროს ასევე ცენტრალურ აზიასთან, არამედ აუცილებელია უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება, ანუ მედეგობის გაძლიერება როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის, საერთოდ მთლიანად შავი ზღვის ქვეყნების, მათ შორის უკრაინაზეც არის, რა თქმა უნდა, საუბარი და უკრაინაში კიდე რა პრობლემებია ჩვენ კარგად ვიცით, ანუ ასევე მოგვარება უკრაინის პრობლემის, რომელიც ევროკავშირის ამ შავი ზღვის სტრატეგიაში ასევე ჯდება, შეიძლება ითქვას მოლდოვაც და რა თქმა უნდა ბევრი სხვა საკითხები და ქვეყნები, რომელსაც მოიცავს ეს რეგიონი. მაგრამ აი საქართველოსთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, აშკარად ჩნდება ეს პრობლემა, რომ აი ამ ესე ვთქვათ ჭრილში, სადაც საქართველო ურჩად არასრულებს კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე მოთხოვნებს და ურჩად ესე ვთქვათ ევროკავშირთან ცდილობს არ შეასრულოს ესე ვთქვათ ტრანსფორმაციის ის ამოცანები, რომელიც დგას კანდიდატის სახელმწიფოს წინაშე, ეს შეიძლება ქმნიდეს ძალიან დიდ წინაღობას ამ სტრატეგიის განხორციელებისათვის.
კი ბატონო კახა ჩვენ სულ ახლახანს ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების სადაზორო სამსახურის ანგარიშიც სადაც რუსულ გავლენებზე არის საუბარი საქართველოსთან მიმართებით აი ამ ფონზე პარალელურად ბიძინა ივანიშვილის წერილიც გავრცელდა სადაც გარკვეულ რაღაცა ურთიერთობების დალაგებაზე საუბრობს და პარალელურად ვისმენთ deep state-ის ასე ვთქვათ პროპაგანდას რა ნაბიჯები გესახებათ ამ რეალობაში თქვენ იმისთვის რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს სიტუაცია ასევე პარალელურად ვიფიქროთ იმაზე რომ სულ რამდენიმე დღეში ეს შემზღუდავი კანონებიც ამოქმედება რა რეალობას მივიღებთ ყოველივე ამ ფაქტის გათვალისწინებით დიახ რა თქმა უნდა ჩვენ ხედავთ რომ საქართველოს დღევანდელი აი ამ ფაქტიური ხელისუფლების მხრიდან ხდება პრაქტიკულად აი ამ ევროპული ვექტორის ჩახერგვა და არა მარტო უბრალოდ ვექტორის ცვლილება, არამედ საერთოდ ამ შესაძლებლობის მოსმობაც კი, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან ცუდი მთელი ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის საერთოდ გადაფასება ხდება ყველაფრის. როგორც ჩანს, მაინც იმ წერილებიდან გამომდინარე და იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც აი ამ ყველაფრის ფონზე აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ არსებობს რაღაც ინტერესი ეკონომიკური და სხვა სახის ალბათ პოლიტიკურიც, იმიტომ რომ სტაბილიზაციის მიღწევა უნდა ამ რეჟიმს, უნდა აღიარება და უნდა მიაღწიოს რაღაც სტაბილურ ურთიერთობებს ყველასთან და ევროკავშირთან ის ვალდებულებები აღარ კონდეს, მაგრამ აიღოს ახალი ვალდებულებები უკვე ეკონომიკური თანამშრომლობის და ამას ესე ვთქვათ მათ გადააფასონ პრაქტიკულად საქართველოსთან თავისი ხედვა აღარ განიხილებოდეს საქართველოს როგორც კანდიდატი სახელმწიფო ან სახელმწიფო რომელიც დემოკრატიის გზაზე დგას, არამედ უბრალოდ როგორც სახელმწიფო, რომელსაც მართავს რაღაც ძლიერი ხელისუფლება, ლეგიტიმური, არალეგიტიმური არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ რომელიც ევროკავშირთან იქონიებს კარგ ურთიერთობებს, აი ეკონომიკურად სასარგებლიან ურთიერთობებს, ორმხრივი სარგებლით, ესე ვთქვათ, შევსებულ აი ამ ურთიერთობებს. ესეთი ილუზია გააჩნია დღეს ვთქვათ საქართველოს მმართველ აი ამ გუნდს და ფიქრობენ რომ აი შეძლებენ ევროკავშირის რაღაცნაირად გადარწმუნებას რომ არ არის საჭირო საქართველოსგან ქონდეთ რაღაც მოლოდინები მისი დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ჯობია დროულად მოხდეს გადაფასება რაღაც გადატვირთვა ურთიერთობების და ჩამოყალიბდეს ახალი modus vivendi ეგრეთ წოდებული ანუ თანაარსებობის რაღაც ფორმულა რომელშიც საქართველოს დაახლოებით როგორც აზერბაიჯანი ისეთი ქვეყანა იქნება ავტორიტარული ქვეყანა ამას უნდა შეეგუონ შუა აზიის ქვეყნები ასევე და ავტორიტარული ქვეყანა რომელშიც ესე ვთქვათ შიდა საქმეებში არ უნდა ჩაიხედოს ევროკავშირმა და დაანებოს თავი კრიტიკა იქნება შეიძლება ახლა ლაითად აკრიტიკოს მაგრამ დაანებოს თავი ძელობა საქართველოში რაღაცა შეიცვალოს ხო და უბრალოდ კონდეთ ეკონომიკური ურთიერთობები, კი ბატონო, გაიყვანონ გზები, კონდეთ საქართველოს დაეხმარება შუა აზიასთან კავშირის აღდგენაში და ასე შემდეგ. აი ესეთი არის დღევანდელი, ესე ვთქვათ, აი ამ ოცნების ხედვა ამ საკითხის. და აქ რა თქმა უნდა ხელს უშლის ქართველი ხალხის ნება, ამას ყველაფერს ხვალ რომ ქართველი ხალხი დაანებდეს და შეეგუოს ამ სიტუაციას, ეს შეგუება მოხდა შუა აზიის ქვეყნებში, აზერბაიჯანში, ხო? რომ შეეგუოს, მაშინ ევროკავშირის სხვა გზა არ ექნება თუ არა და ამ თავისი დიდი გეოპოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად შეგუება ამ თემასთან და თქმა რომ, ნუ კარგი, არ უნდათ ამ თავს ამ ქვეყანას არ უნდა ესე იგი ევროკავშირში ინტეგრაცია და დავანებოთ თავი და მოდით უბრალოდ ვითანამშრომლოთ და ურთიერთსარგებელი ვნახოთ ეკონომიკურ ურთიერთობებში. მაგრამ აი აქ როგორც მოგახსენეთ ძალიან დიდი წინაღობა აქვს ამას ყველაფერს ქართველი ხალხის ნება ის 80% რომელსაც უნდა ევროკავშირში გაწევრიანება რომელიც არ უყურებს მხოლოდ და მხოლოდ აი ამ დერეფნის და ეკონომიკურ სარგებელს რომელიც საბოლოო ჯამში ეს იქნება ელიტების სარგებელი ანუ ისინი ვინც არიან ხელისუფლების ბერკეტებს ვის ფლობენ და მათთან დაახლოებული კომპანიები და პირები მიიღებენ დერეფნისგან უბრალოდ სარგებელს და ევროკავშირში გაწევრიანება სარგებელს მისცემს ფართოდ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას
ეს არის ძალიან დიდი განსხვავება, იმიტომ რომ დემოკრატიული განვითარების მიღებული სარგებელი, ევროკავშირის წევრობიდან მიღებული სარგებელი, ეს არის საყოველთაო სარგებელი. და უბრალოდ დერეფნის ნაწილი, რომელთანაც ევროკავშირი ამყარებს კარგ ურთიერთობებს, ეს არის სარგებელი, რომელსაც მიიღებენ ამ დერეფნის ექსპლუატაციაში ჩართული ელიტები. ანუ თავრობის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული კომპანიები. შეიძლება ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ ამ კომპანიებზე, ასევე ექნებათ ნორმალური ხელფასები და ასე, მაგრამ ეს არის მხოლოდ რაღაც ნაწილი, ეს იქნება პატარა ნაწილი მოსახლეობის. ამაშია საქმე. ამიტომ აქ, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა და ქართული ხალხი არ დათანხმდება ესეთ გარიგებაზე. აქ ევროკავშირი ცუდი კი არ არის და ანუ ევროკავშირი ზურგს კი არ შეაქცეს პირიქით კოსის განცხადებაში, გაფართოების საკითხში კომისიის განცხადებაში იყო აშკარად ნათქვამი, რომ პირველი მოთხოვნა იყო, რომ ხელისუფლებამ ესე ვთქვათ, შეცვალოს პოლიტიკა და დაემორჩილოს დემოკრატიის ნორმებს და დაუბრუნდეს. მეორე მოთხოვნა იყო ქართველი ხალხის მიმართ, რომ თქვენზე არის დამოკიდებულიო, ეს იყო ძალიან თქვენზე არის დამოკიდებული, თქვენი იმედი გვაქვს, აი საქართველოს დემოკრატიული მომავალია. ანუ ამაშია ეხლა აი ამ ვითარებაშია მთლიანად დღეს ქვეყანა. და აი ამ ვითარებაზე შეიძლება თქვა ხალხის პროტესტი. აი ამ ვითარებაზე რა გავლენას იქონიებს მეგობარი აქტი და თქვენ პირადად რა ამოიკითხეთ ბიძინა ივანიშვილის წერილში, ანუ არის თუ არა უკვე განცდა ამ მეგობარი აქტის შედეგების და რა შეიძლება შეცვალოს თუნდაც ამ ხელისუფლების ხედვაზე, რაც უკვე გათვლილი აქვს სტრატეგიულად, ასე რა ვთქვათ. ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს ჯერჯერობით აქვს იმედი, რომ შეერთებულ შტატებში არ ჩამოყალიბებულა ბოლომდე არსებობს. ნუ ისინი deep state-ს უძახიან, მარკო რუბიოსაც უკვე deep state-ს უძახიან, ხო ხედავთ, ანუ ის რომ არსებობს შეერთებულ შტატებში ორი ხედვა, ერთი ხედვა არის რომ დემოკრატიის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოში და მეორე ხედვა არის რომ შეერთებულ შტატებმა მხოლოდ ტრანზაქციული პოლიტიკა უნდა გააგრძელოს და არ უნდა კონდეთ მისთვის მნიშვნელობა. აი ზუსტად ისეთი რასაც ვლაპარაკობდი მე, ოღონდ უფრო მეტად, ესე ეს პოლიტიკა უნდა იყოს სახელმწიფო, რომ ჩვენ არანაირად დემოკრატიას არ უჭერთ ხარს. უბრალოდ ჩვენ გვინდა კარგი ეკონომიკური ურთიერთობები ყველასთან და ყველა რეგიონში, ხო? და იმედი აქვს, რომ ამ მიმართულებით თუ ცოტა ხანი გაძლებენ, საბოლოო ჯამში ამერიკა აირჩევს ამ გზას. ანუ ტრამპი დაამარცხებს deep state-ს, რომ თარგმნოთ თქვენ ქართული ოცნების დღევანდელ ენაზე, ხო? თუმცა ეს ძალიან ძნელად წარმოსადგენია, ეს რომ მოხდეს, ეს შეიძლება ჩაითვალოს, რომ ლიბერალური მთლიანად ლიბერალური დემოკრატიის აი 200 წლიანი როგორც მინიმუმ აი ეს სვლა აღმასვლა რომელიც ფართოვდებოდა და მსოფლიოში ქვეყნების უმეტად და მეტად კონვერტირდებოდნენ და დემოკრატიებად ყალიბდებოდნენ ეს უნდა გაჩერდეს პრაქტიკულად და ისევ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ მე-18 საუკუნეში მე-19 საუკუნის შუა რაღაც მონაკვეთში რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ანუ თუ ჩვენ ცოტათი მაინც დიალექტიკისა და რომ ისტორია ვითარდება პროგრესული და აღმავალი გზით, რაც არ უნდა ის იყოს სპირალური და რაც არ უნდა ბევრი ვთქვათ შეჩერებები იყოს ამ ისტორიული განვითარების გზაზე, ან უკუსვლების ვთქვათ. საბოლოო ჯამში თუ ვისაც ჯერა ამისი მარჯერა რომ ეს შეუძლებელია მოხდეს. და აი აქ რა თქმა უნდა ეს წერილები და ეს ყველაფერი ემსახურება იმას რომ აი რაღაც დროის გაყვანას ჩემის აზრით საკუთარ პოზიციებზე დარჩენას და თითქოს საკუთარ სანგარში დარჩენას იმ ვითარებაში, როდესაც მაგალითად ჩვენ ხედავთ რომ მარკო რუბიო და დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტი და პირდაპირ რომელიც ახორციელებს საგარეო პოლიტიკას შეერთებულ შტატებში პრეზიდენტმა რაღაცა რომ თქვას და მილოცვის წერილი რომს გაუგზავნოს, თუმცა მე ძალიან ეჭვი მეპარება ამ წერილის რეალურად არსებობაში. შეიძლება იყო რაღაც დრაფტი, რომელიც შემდეგ შეაჩერეს და გავრცელდა ეს დრაფტი და არ არსებობს არანაირი ოფიციალური ვერსია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. რომც არსებობდეს ეს რეალურად საგარეო პოლიტიკას ახორციელებს სახელმწიფო დეპარტამენტი და იქ უნდა ვეძებოთ ჩვენ ამაზე პასუხები, ხო? და ჩვენ ვხედავთ რომ საელჩოს რომელიც იბარებს ივანიშვილს რომ მოდი ვილაპარაკოთ ამერიკას გააჩნია ძალიან კონკრეტული ხედვა და რატო არ მივიდა ივანიშვილი? იმიტომ რომ მას არ უნდა რომ ეხლა ან ხო ან არა უთხრას შეერთებული შტატების მთავრობას რაღაც საკითხებზე შემოთავაზებებზე, რომელიც თუ ის გააგზავნის მაგალითად
კობახიძეს და კობახიძე ეტყვის არას, ხო, ხვალ თუ საჭირო იქნება ივანიშვილი მოხსნის კობახიძეს და ეტყვის, რომ ეს კობახიძის გადაწყვეტილება იყო და მე ის გეუბნებით, ადრეს მე ის გეტყოდი, თუმცა მე უბრალოდ არ ვიყავი ესე ვთქვათ საქმის კურსში ან რაღაც დაახლოებით ესეთი, ხო? ამიტომ აქ არის ეს პოლიტიკა, როდესაც ვთქვათ, უკრაინის ბედი არ არის გადაწყვეტილი, რუსეთთან ამერიკა საბოლოო ჯამში როგორ ჩამოყალიბდება, ევროპასთან ერთად რამდენად მოხდება კონსოლიდაცია თუ არა, ყველაფერ ამას ელოდება, რა თქმა უნდა, ივანიშვილი თავისი გუნდით და ამ ვითარებაში 1000 აბსურდული შეიძლება განცხადება გაკეთდეს, შეიძლება წერილები დაიწეროს აბსურდული შინაარსის და ასე შემდეგ. აქტიებულ მინისტრებს და წარმომადგენლობას ხსნის უკვე რაღაც ზომებს იღებს ალბათ თავის. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის დარკვეული პრევენციული ზომა, რომ ეს მაინც აჩვენონ, ამაში მაინც დაუთმონ დასავლეთს, რომ აი ხო ხედავთ ჩვენ სანქცირებულ ხალხს ხსნით, იმიტომ რომ ესე ვთქვათ არ გვინდა გაგაღიზიანოთ, იმიტომ რომ რაღაც ურთიერთობის შესაძლებლობები რო კონდეს მინისტრების დონეზე, ხო? და აი ეს არის ამაში საუბარი. ანუ ჩვენ ხსნით რაღაც ბარიერებს, რომლებიც ხელსუშლით ჩვენ ურთიერთობებს, იმიტომ რომ ხა მაგალითად შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა დეპარტამენტისა და ვთქვათ, ან იქ ძალიან ბევრი სტრუქტურებია, რომლებსაც ეხებათ ეს შინაგანი საქმეები, დეცენტრალიზებულია ცოტა შეერთებულ შტატებში, მაგრამ მათი ურთიერთობა ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ხო შეუძლებელია, თუ ამერიკის მიერ სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი ყავს, ხო? ამიტომ ეს მინისტრი უნდა მოიხსნას და ახალი დაინიშნოს ვიღაცა, ვით შეძლებს ამ ურთიერთობას. ანუ აი სამინისტროების დონეზე და ფუნქციურ დონეზე არის, რა თქმა უნდა, რაღაც ცდილობები, რომ აღდგეს ურთიერთობა საქართველოს მხრიდან, რა თქმა უნდა, და ამისთვის კეთდება ეს დასანქცირებული პირების, რა თქმა უნდა, გაშვება სამსახურიდან. ბატონო, რომ შევაჯამოთ დასასრულისკენ, ბატონო კახა, ჩვენ ცხოვრობთ რეგიონში, შიდა ქართლში, სადაც აი ეს რუსული ჰიბრიდული ომის გავლენები და საფრთხები აშკარაა და ყოველდღურად ხედავთ, ამაზე ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ წინასაარჩევნო პერიოდშიც და ეს მოქალაქეები, რატომღაც აი ომის შიშით და ასე შემდეგ, არიან ესე განწყობილი ნიჰილისტურად ევროკავშირის მიმართ. აი ამ მაყურებელს რომ უთხრათ მათთვის გასაგებ ენაზე ზოგადად ევროკავშირის მხარდაჭერის შეჩერება აი ამ კანონებით რას ნიშნავს, რას კარგავს ქვეყანა და რას კარგავს ის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ომის შემდეგ მაგალითად დაიწყეს ახალი ცხოვრება, მიიღეს არაერთი სარგებელი და გარდა ამისა, აი რაღაც გლობალურ დონეზე რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა რას დაკარგავს აი შემზღუდავი კანონების შემდეგ გრანტებზე მაგალითად, ხო? აი ამ მხარდაჭერის შეჩერებით. კი ბატონო, აქ ძალიან ბევრი შეიძლება ითქვას, მაგრამ პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ შიდა ქართლში დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს იმ ბინებში, დიდია თუ პატარაა, თუ რთული პირობებია თუ არა, მაინც ესეც არ იქნებოდა, რომ არა ევროკავშირის დახმარება და ევროკავშირის მიერ აშენებულია ის ბინები, სადაც ვთქვათ, იგივე ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. ეს მათი დახმარებით ასევე მოხერხდა მათთვის კომპენსაციების მიცემა, მათთვის ბევრი რაღაცის ერთგვარ ხელშეწყობა. და ეს ერთია, მაგრამ მოდით ამას რო თავი დავანებოთ, ვთქვათ, მეორე რომ ევროკავშირში ინტეგრაცია თავისთავად გულისხმობს უკვე მშვიდობის შესაძლებლობებით და გარანტიების გაძლიერებას და მიღებას. ჩვენ არ გაგვიგია ბოლო, რა ვიცი, მრავალი წლის განმავლობაში, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე ვინმე მიიტანა რაიმე იერიში ან შეტევა. უკრაინა რომ ევროკავშირის წევრი ყოფილიყო 2022 წელს, ვერ გაბედავდა პუტინი, რა თქმა უნდა, მასზე თავდასხმას მაშინ და ევროკავშირი არის ის, სადაც ომი არ მომხდარა უკვე 70 წელია თითქმის, რაც ის შეიქმნა, ხო? რაც ის რეალურად შეიქმნა, თორე უფრო მეტია კიდე 75 წელია მას მერე, რაც ევროკავშირის ინტეგრაცია დაიწყო. ხო და აი ახლა წარმოიდგინეთ, აი ეს ყველაფერი არის შენ ვერ ხდები აი ამ გლობალურად უძლიერესი მსოფლიო ესე ვთქვათ მასშტაბებით უძლიერესი გაერთიანების წევრი იმის გამო, რომ ვიღაცას არ უნდა თურმე რეფორმის გატარება სასამართლოში. ან ვიღაცას არ უნდა თავისი არაფორმალური მმართველობის პოზიციების დათმობა. ვიღაცას არ უნდა რომ ანტიკორუფციული პოლიტიკა იყოს გამჭვირვალე და ასე შემდეგ. ვიღაცას არ უნდა ანტიდასავლური პროპაგანდის შეზღუდვა ქვეყანაში.
და ეს პირობები, რომელსაც ან სამოქალაქო საზოგადოების ვთქვათ მონაწილეობა პროცესებში. ამას მინდა ხაზი გაუსვა. სამოქალაქო საზოგადოების ხარდაჭერა, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირი, ეს არ არის მხოლოდ იმ პირების ხარდაჭერა, რომლებსაც ისინი აგენტებს უძახიან ან დაუძახებენ მომავალში. ისინი თუ რამეს აგენტები არიან, ჩვენაირი ხალხი, როგორც მე, თქვენ და სხვები, რომლებიც ამაში დიდი ხანია მონაწილეობენ, ხო? ანუ ისინი არიან საქართველოს მომავლის აგენტები. ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სტანდარტების სახელმწიფო. ევროკავშირში როგორი ცხოვრებაც არის, დემოკრატიის ხარისხი, როგორი ეკონომიკური, ესე ვთქვათ, განვითარებაც არის, სამეცნიერო პოტენციალი, განათლება, ყველაფერი, ვთქვათ, სტანდარტები თუ გნებავთ, სულსათისუნებლობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა სტანდარტები. აი, ესეთი რო გახდეს საქართველო, ამისთვის მუშაობს ის ხალხი და ამისთვის მხარდაჭერას უკეთებს ევროკავშირი. იგივე თუ გნებავთ მარტო სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა თუ ვაპარაკობთ. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროექტებზე ევროკავშირის მხრიდან იხარჯებოდა სულ 5% მთელი იმ დახმარებისა, რომელიც მოდიოდა საქართველოზე და ძირითადად სახელმწიფო სექტორში. ძირითადად სამინისტროებში პირდაპირ მათი ბიუჯეტის, მათი ხელფასებისთვის თუ გნებავთ ასევე მაგალითად უამრავი სიპები რო აქვს შექმნილი სახელმწიფო სამსახურებში, ხო, სხვადასხვა სამინისტროებს. ამ სიპებში აღებული ხელფასები ძალიან ბევრი ფინანსდებოდა ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ხანდახან ძალიან მიგვს ესეთი განცხადებები და თუ გნებავთ ის წერილი, რომელიც ყობახიძემ მიწერა, ხო, იმას რა ქვია, ტრამპს. იმ წერილში იყო მოყვანილი ისეთი რაღაცები, რომელიც უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს. თითქოს deep state-ის დახმარებები მოდიოდა, ძირითადად რომელიც იხარჯებოდა აგენტების მხარდასაჭერად, რომლებიც ებრძვიან საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობას. ეს არის აბსოლუტური ტყუილი, იმიტომ რომ ამერიკაში ძალიან კარგად იციან, რაზე დახარჯეს თავიანთი დახმარება 6 მილიარდზე მეტი დახარჯული თანხა საქართველოს დახმარებისთვის და ამაში შედის გზები, სკოლები, ჰესები, მათი აღდგენა, ელექტროგადამცემი ხაზები, უამრავი პრივატიზებული თუ არაპრივატიზებული საწარმოები და მათი რესტრუქტურიზაციას დახარჯული ფული, თუ გნებავთ რეფორმები, როგორიც არის მაგალითად გადასახადო სისტემის რეფორმა, მთლიანად ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერა მათი რეფორმის, სასოფლო-სამეურნეო, თქვათ, რეფორმა, უამრავი ლაბორატორიები, თავისი თქვათ, ესა თუ ჩვენთან რაღაც განვითარდა, ძალიან დიდი ნაწილი წვლილი ამას შეიტანა, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების დახმარება და რა თქმა უნდა, ევროკავშირის დახმარება, რომელიც ასევე შემიძლია ჩამოთვალო ყველა ის მიმართულება, ხო? ეს არის აბსოლუტური, აი ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ აბსოლუტური რაღაც განზრახ, გაკეთებულ რაღაც განცხადებებს, რომელშიც აი მადლიერების მაგრად არის პირიქით უმადურება გამოხატული. ეს რა თქმა უნდა არის გამოწვევა შეერთებული შტატების ხელისუფლების ამ მხარდაჭერით გაკეთებულ საქმეებს თვითონ იბრალებენ და ლენს თვითონ ჭრიან და მოსახლეობასაც აჯერებენ, რომ ეს მათი კეთილინების შედეგია. დიახ, აბსოლუტურად. ანუ ეს იგი და მაგალითად ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობისა იყო დარწმუნებული, რომ ეს გზები და ყველაფერი რაც საქართველოში გაკეთდა და გვირაბები და ასე შემდეგ, აი გვირაბებს თითქოს ჩინელები აკეთებენ. ჩინელები აკეთებენ ევროკავშირის და ევროპული და ამერიკული ფულით. ჩინელები უბრალოდ არიან კომპანიები, რომლებიც შედარებით იაფად აკეთებენ ეს საქმეს და ამიტომ დაიქირავეს ამისთვის, თორე სინამდვილეში ეს ევროპული და ამერიკული ფულია ძირითადად იაპონიისაც ნაწილობრივ კი ბატონო აზიის განვითარების ფონდიდან და ყველა მიმართულებით, ანუ ეს არის დაფარული აბსოლუტურად დასავლური. შეიძლება აქ ხაზი გაუსვათ იმას, რომ პრაქტიკულად ხორციელდება ეს ანტიდასავლური რაღაც, ესე ვთქვათ, საინფორმაციო შეტევა, რომელსაც რატომღაც სიამოვნებით იღებს მოსახლეობის ნაწილი, იმიტომ რომ მოსახლეობის ნაწილს კრიტიკული აზროვნება აქვს შეჩერებული. პრაქტიკულად, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რომ არავის რაღაც აგიტაცია გავწიოთ და ასე, უბრალოდ მე მაგალითად მოუწოდებ ხალხს, რომ გადაამოწმეთ ყველაფერი, რასაც წაიკითხავთ ინტერნეტში, მაგალითად თუ წაიკითხავთ, რომ ტრამპმა თურმე მიულოცა ყაველაშვილს და პრეზიდენტი დაუძახა და ასე შემდეგ,
გადაამოწმეთ თქვენ თვითონ დაძებნეთ ინტერნეტში არსებობს და ვიღაცა ქართულმა ვთქვათ რაღაც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სადღაც ეს განცხადება და გადაამოწმეთ კი, მაგრამ არის ამე ინგლისურად ეს სადმე, რომელიმე ვთქვათ სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე ან ჩვენი საერთო საიტზე ამერიკაში არის ეს განცხადება? პირველ წყაროს სად არის, ხო? აი, ყველაფერი უნდა გადაამოწმოთ. დღეს ჩვენ ცხოვრობთ სიმართლის შემდგომ, ეგრეთ წოდებულ სიმართლის შემდგომი ეპოქაში საზოგადოებაზე, სადაც უამრავი საშუალებაა რომ მოიპოვო ინფორმაცია, მაგრამ ძალიან რთულია გაერკვე რა ინფორმაცია არის ხალბი და რა ინფორმაცია არის ნამდვილი. ეხლა რა თქმა უნდა მორალური ვალდებულებაა ყველა ჟურნალისტების მედია იქნება თუ არასამთავრობო სექტორი თუ ხელისუფლება იქნება თუ მორალური ვალდებულება არის რომ ყველა მილაპარაკოს სიმართლე, მაგრამ სამწუხაროდ მორალური ვალდებულებები დღეს არის მეორე პლანზე გადაწეული და წინა პლანზე გამოდის რაღაც ინტერესები, რომლის ბიზნესის მისაღწევად, მოკლედ ეს მორალიც დაკარგულია. დიახ, ამიტომ აუცილებელია რომ ყველა ადამიანი, ყველა ინდივიდი თუ არ უნდა რომ დარჩეს მოტყუებული, ყველამ უნდა გამოიფრიქოს ყურები და დღეს არის ინტერნეტის ეპოქა, ელექტრონული ეპოქა, ყველა უნდა შეეცადოს რომ მაქსიმალურად ეძებოს ინფორმაცია თუ აინტერესებს. სწორედ აქეთ არის კრიტიკული აზრის ჩასახშობად, ალბათ კი არა და მიმართული მათი ეს ნაბიჯები და სურთ რომ მიიღონ ისეთი საზოგადოება, რომელსაც არ ექნება ზუსტად რეაქცია აი ამ ტყუილზე და მათ მოტყუებაზე, დაპირების არ შესრულებაზე და ასე ვთქვათ ნაცრის შეყრაზე თვალებში და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ კახა, ძალიან საინტერესო არის თქვენთან საუბარი ყოველთვის და ფართო არის ის თემა, რაზეც ვისაუბრებთ. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის ფორმატი ამდენ დროის საშუალებას არ გვაძლევს. სხვა დროსაც აუცილებლად გვექნება თქვენთან კომუნიკაცია. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, გადაცემა დღესამით დასრულებულია. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად მომავალ შეხვედრაზე. დიდი მადლობა თქვენს და მოკითხვა დიდი თქვენს მაყურებელს.